მას ასე საქმეების მე-16 თავის მერვედან მე-40 მუხლის ჩათვლით. გასცდნენ მისიას და ტროაში ჩავიდნენ და ჩვენება იხილა ღამით პავლემ. წარუდგა მას ვიღაც მაკედონელი კაცი, ევედრებოდა და ამბობდა, მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარეო. ამ ჩვენების შემდეგ მაშინვე გადავწყვიტეთ მაკედონიაში გამგზავრება. ვიფიქრეთ, თქვენ იცით უკვე, რომ მაკედონია არის ის პროვინცია, რომელშიც იყო ეს ქალაქი. ვიფიქრეთ, რომ ღმერთი გვიხმობდა და მათვის სახარებლად. გავცურეთ ტროადან და პირდაპირ სამოთრაკეს მივაშურეთ, მეორე დღეს კი ნეაპოლის. იქედან ფილიპეს, ქალაქს, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობ, რომელიც მაკედონიის ამ ნაწილის მთავარი კოლონიაა. ამ ქალაქში დავყავით რამდენიმე დღე, შაბათ დღეს კარიბჭეს გავცდით და მდინარის პირას გავედით. იქ, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა, დავსხედით და იქ შეკრებილ დედაკაცებს გამოველაპარაკეთ. გვისმენდა იქ ერთი ღვთის მოშიში დედაკაცი ქალაქ თიატირიდან, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული პავლეს ნალაპარაკების მოსასმენად. ის და მისი სახლეული რომ მოინათლნენ, გთხოვა, თუ უფლის მორწმუნედ გთვლით, მოდით ჩემ სახლში და დარჩით. და დაგვიყოლია, ნახეთ. და ისე მოხდა, რომ როცა ლოცვისთვის მივდიოდით, ერთი გოგონა შეგვხვდა, რომელსაც პითონის სული ჰქონდა. და მისნობით, ანუ კითხაობით, დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს. იცით, ძვირფასებო ხარ, კითხავები საერთოდ ძველათაც იყო და დღესაც არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთ ადამიანს არ ასწამს არც ღმერთი და არც ბოროტი და არც მკითხავი და არაფერი. მაგრამ ისევე როგორც არსებობს ღმერთის ძალა, ასევე არსებობს ბოროტის ძალა. კითხავებს თავისი ძალაუფლება აქვთ ბოროტისაგან. თქვენ ალბათ რა ვიცი გინახავთ, შეიძლება ზოგჯერ რაღაცაში ნემსებს არ ჭობენ ხოლმე და ზოგჯერ ვიცი რომ სურათებს ჩამარხავენ მიწაში. ასე უბნება მკითხავი, რომ იმის სურათი მომიტანე, ჩავმარხავ და მართლაც რაღაც ემართება ადამიანებს. იცით, არსებობს ასევე შთამომავლობითი წყევლები. ჩვენ ამის შესახებ ვისწავლეთ. ჩვენ წინაპრები, როდესაც რაღაცას აკეთებდნენ, კითხავდნენ, ჯადოქრობდნენ, ესე იგი რაღაც შელოცვები ჰქონდათ, რაღაც მაგიურ რაღაცებთან ჰქონდათ, ხო და საერთოდ თითქმის ყველა წინაპარს ჰქონდა ესეთი რაღაცები, რომელსაც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ეს შთამომავლობით ეს წყევლები გადმოდის. ამიტომ არის რომ ადამიანს ზოგჯერ რაღაცები ემართება და ვერ ხვდება, რატომ ემართება ეს რაღაცეები. და ეს შთამომავლობითი წყევლები არსებობს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ იესო ქრისტეს სისხლით იყოს ეს წყევლები ჩაჭრილი. მაგრამ ადამიანმა რომელსაც არ იცის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დაწერილია ღმერთის სიტყვაში, რომ შენ შთამომავლობას გადაეცემა ეს ყველაფერი, ხო? როდესაც ადამიანი ვერ ერკვევა სულიერ სამყაროში, დადის ექიმებთან, ფსიქოლოგებთან, ვერაფერს ვერ არ ისინი კი არ იგებენ, მაგრამ სულიერ სამყაროს მშვინვიერად ვერ მოაგვარებ. ამიტომ და როგორც ძველად, ახლა ისევე იყო ძველად, რომ ადამიანები მკითხავენ, მე მახსოვს ერთხელ მე და პასტორ ნინო სადღაც წავედით, ესე იგი გვეგონა რომ ექიმთან მივედი. და ეს პიროვნება მეუბნება, რომ შენი ხელი მანახეო.
მე ვთხარ მე რა ხელი რატო უნდა განახო ხა თუ ექიმი ხარ და რაღაცა ეხა ხელის გული მაშინვე მივხვდი რომ კითხავია რაღაცა ესეთი სულებთან აქვს კავშირი იცი ძვირფასებო ძალიან ბევრ კითხავთა რომ მინდიხარა ეს რაღაცაც ეძახიან მაგას ხო იქ სანთელიც აქვს იქ ხატიც აქვს ჩამოკიდებული ჯვარიც აქვს ჩამოკიდებული რომ შენ არ მიხვდე რომ ეხა დემონებთან აქვს საქმე ხო შენი ღბულნი არიან მათთვის ეს პრობლემა არ არის პრობლემას არ წარმოადგენს მაგრამ როდესაც შენ ღმერთის სული ცავსე ხარ როდესაც შენ ღმერთის სულიერ სამყაროს ხედავ და ჭრეთ მაშინვე შინაგანად სული წმინდა გეუბნება შენ და ნიშანს გაძლევს ზოგიერთისთვის მარტივი არის ახლა ჩვენ ზოგჯერ შორენა საბავშვო რაღაცას ჩაურთავ და ამას წინათ იყო ნახე ემილია და მეგობრები რაღაც ვიდეოს იღებენ რა ბავშვები და ესე იგი ვიდეო ერთ-ერთი ვიდეო ეს ბავშვების ხედან თავის ქალაუდებთ ჩაბნელებული არის ისა ოთახი და ეს თეფში უდებთ და სულების გამოძახებას აკეთებენ და ეს არის შოვიღება ახალგა ბავშვები 14-13-12 წლის ბავშვები და ვიღაც უღებს ამას და ას გადის ტელევიზიით და სხვა ბავშვები უყურებენ და ეს ითვლება ჩვეულებრივ ამბავად ისინი ვერ ხვდებიან რომ დემონებთან შედიან კონტაქტში მათ გონიათ ეს თამაშია რაღაც ისეთი სეკულარული რაღაც პროგრესული მაგრამ რეალურად ეს არის დემონებთან ურთიერთობა და ეს იმდენად ჩვეულებრივად არის მიღებული ვერც კი ხვდებიან რომ ეს დემონებთან აქვს კავშირი რატომ იმიტომ რომ ისინი სულიერ სამყაროს არ იცნობენ მათ შეხება არ აქვს სულიერ სამყაროსთან ამიტომ ადვილად ტყუილდებიან და ბოროტ შეუძლია მოატყვილოს და ეხლა იყო ვიღაც ახალგაზრდა გოგო პავლე მოციქული მიდის ჩვეულებრივად იმ ქალაქში არის ჩვეულებრივი ახალგაზრდა გოგონა რომელიც მკითხაობს და რა თქმა უნდა ამ მკითხაობით ის ფულს აკეთებს და სიტყვას ძალა აქვს მე მახსოვს პასტორმა ნინომ ერთხელ მომიყვა მის ნათესავზე ახალგაზრდა ლამაზი გოგონა ძალიან ისეთი სიცოცხლის სავსე კარგი მშობლები კარგი ოჯახი და ერთხელ ესე იგი შეხვდა მას ბოშა ქალს რომელიც მკითხაობდა და გიმკითხავებ გოგონა გიმკითხავ ამათხრა არ მინდა და მერე მიაძახა რომ ცოტა დრო გაქვსო დარჩენილი სასიცოცხლოთო და ამ სიტყვებმა ისე იმოქმედა სულ ყურში ჩასახოდა და ბოლოს თავი ჩამოიხრჩო რატომ? იმიტომ რომ სიტყვას ძალა აქვს გესმით? ბოროტის სიტყვას ძალა აქვს და მაგრამ იესო ქრისტე მოვიდა როგორც დაწერილია დაანგრიოს ბოროტის საქმეები დიდება იესოს ზოგს გონია რომ იესო ქრისტე მითომ მოვიდა რომ სანთელი დავანთოთ კვერცხი შევღებოთ და აღდგომას კარგად ვიქეიფოთ არა ჩემო მეგობარო იესო ქრისტე იმიტომ მოვიდა რომ შენს ცხოვრებაში ბოროტის საქმეები დაანგრიოს რომელსაც შენ ვერ ხედავ და გონია თამაშობა ეს სერიოზული საქმე არის და ეს გოგონა ეხლა დადიოდა და მკითხავდა და რა თქმა უნდა ფულს იღებდა ამაში და მარტო ის კი არ იყო მთელი ქსელი იყო ვიღაცები ესე იგი აფინანსებდნენ ამას და ეუბნებოდნენ და დიდ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს მაგრამ პავლე მოციქულს ნახეთ ძვირფასებო ჩვეულებრივად ცხოვრობდა ამ ქალაქში და მკითხაობდა თავისი ადგილი ჰქონდა მაგრამ როდესაც პავლე მოვიდა ამ ქალაქში ღმერთის სულით სავსე ადამიანი იგი პავლეს და ჩვენ მოყვებოდა და მოყვიროდა ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო ასე იქცეოდა მრავალი დღის განმავლობაში ნახეთ ძვირფასებო როდესაც პავლე მოციქულმა იქადაგა ფილიპოში მხოლოდ ერთმა ქალმა გაუხსნა გული და მიხვდა რომ პავლე მოციქული ღმერთის ცოცხალი ღმერთის შესახებ იესო ქრისტეს შესახებ ქადაგებდა
მაგრამ როგორც რატომ ვერ გაიგო დანარჩენმა, იმიტომ რომ სულიერ სამყაროს ვერ ხედავდნენ, რელიგიურად იყვნენ რაღაცაში ჩაჭედილები მშვენიერად. მაგრამ როდესაც სულიერმა პიროვნებამ გაიარა პითონის სულით სავსემ, ანუ დემონიზირებულ, რომელიც სულიერ სამყაროს ხედავდა, მან მაშინვე გაიგო, ვინ შეხვდა მას. იცით ძვირფასებო, როდესაც ბოროტის სულით სავსე ადამიანი ხდება, მაშინვე გრძნობს, რომ შენ ღმერთის მსახური ხარ. შეიძლება არავინ არ გაღიარო შენ როგორც ღმერთის მსახურმა, მაგრამ ბოროტის სულით სავსე ადამიანი მკითხავი მაშინვე გიტყვის და დასვამს დიაგნოზს, ვინა ხარ შენ. იმიტომ რომ მას სულიერი სამყაროსი ესმის. და ეს ყვიროდა ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც თქვენი გადარჩენის გზებს გაუწყებენო. და თქვენ იცით ძვირფასებო, როდესაც იესო ქრისტესთან მიიყვანდნენ ეშმაკეულს, ეშმაკი იწყებდა ლაპარაკს, რა გინდა ჩვენგანო. ხალხი ესე იგი ვერ ხვდებოდა, რომ ეს იესო ქრისტე იყო, მაგრამ ეშმაკი მაშინვე ეუბნებოდა, რა გინდა ჩემგანო, ჩვენ დასაყუპავად მოხვედიო. ზოგიერთი საერთოდ უმეცარია სულიერ სამყაროში. ძალიან შეწუხდა პავლე, მიუბრუნდა და უთხრა, რატომ? იმიტომ რომ ამას აკეთებდა მრავალი დღის განმავლობაში. ძალიან შეწუხდა პავლე. რატომ შეწუხდა პავლე? შენ ეხლა თუ ხვდები, რომ მე უზენაესი ღმერთის მსახური ვარ, შენ რა უნდა გააკეთო ეშმაკით რო ხარ შეპყრობილი? უნდა მოინანიო, დაემხო და მიიღო იესო ქრისტე. მარტო ის კი არა რომ ესენი არიან წეშმარიტი ღმერთის მსახურები და არიღებ შენ. იცით რა, ზოგიერთი ამბობს ჩემზე, ჩვენზე ამბობს, რომ ეგენი ჭეშმარიტებას ლაპარაკობენ. სწორად ლაპარაკობენ ყველაფერს, მაგრამ მაინც სიბნელეში რჩებიან. მაინც სიბნელეში რჩებიან. შენ რას ლაპარაკობ ჩემზე კარგს? თუ გინდა შენ მიიღე იესო ქრისტე. იცით, როდესაც იესო ქრისტეს მიდიოდა ხო, იცით, ჯვარი დაადეს მას ბეჭებზე და სცემენ და რა ვიცი, ძალიან შეურაცხყოფდნენ და თვითონ უნდა ეტარებინა ეს ჯვარი და უკან მოძდებდა ქალები და ტიროდნენ. და ვითომ ეწოდებოდათ იესო. მოუბრუნდა იესო და რას ეუბნება? თქვენ თავზე იტირეთო. მე სატირებელი არაფერი არ მაქვს. თქვენ თავზე იტირეთ, რომ არ მიმიღეთ მე და არ მიიღეთ ის, რაც ჭეშმარიტება არისო. შეწუხდა პავლე, მოუბრუნდა და უთხრა სულს. გოგონას კი არა, სულს. პავლე მოციქული სულიერ სამყაროს უყურებდა. იესო ქრისტეს სახელით გიბრძანებ, გამოხვიდე მაგისგან. და იმ წამსვე გამოვიდა, დაინახეს იმისმა ბატონებმა, რომ წარხდა მათი მოგების იმედი, შეიპყრეს პავლე და სილა და მოედანზე მიიყვანეს მთავრებთან. ანუ ხედავთ ახლა თქვენ როგორ ვითარდება ფილიპეში საქმე. პავლეს არ დაუწყია დიდი რევერანსები, მიდიოდა პირდაპირ ბოროტის წინააღმდეგ. მას ჰქონდა ძალა და ძალაუფლება.